პირველ რიგში მინდა გითხრათ სავარაუდოდ რა დღეებში უკვე პრეზიდენტი წარუდგენს პარლამენტს განმარტებულ თავებას და სპორტის მინისტრთან დაკავშირებით, ახალ მინისტრთან დაკავშირებით მინდა გითხრათ კიდევ ერთხელ შეაფასოთ ახალ მინისტრის კანდიდატურა, რამდენად არის მისაღები და დაკმაყოფილებს რა თქვენი კომიტეტის მოთხოვნა, რამდენად იქნება გათვალისწინებული აი ამ კანდიდატის შერჩევა. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. დღეს ნიშანდობლივია, რომ არის 6 მაისი, გიორგობის დღე და მინდა თქვენთან ერთად სრულიად საქართველოს მიულოცო დღევანდელი დღე და მინდა ფეხბედნიერი იყოს მათთვის დღე ეს წმინდა დღე და ვისურვებდი, რომ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობიანად ვაკეთოთ ჩვენი ქვეყნის საქმე და ჩვენი სახელმწიფოს ძლიერებისთვის ვიბრძოლოთ ყველა რითაც შეგვიძლია. რაც შეეხება თქვენს კითხვას, ფიქრობ, რომ უპრეცედენტო მე ვფიქრობ, რომ არა მარტო სპორტული თვალსაზრისით, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისითაც ფუნქციონირება დაიწყო სახელმწიფო ინსტიტუტებმა და ახალ რეალობაში 2012 წლის 1 ოქტომბრის მონაპოვარი ის არის, რომ ზუსტად თავისუფლება მიეცა იმ სახელმწიფო ინსტიტუტებს, რომლებმაც თავისი საქმე უნდა აკეთონ, თავისი ის პასუხისგებლობა, რომელიც მნიშვნელოვანია და პარლამენტმა შეასრულოს ის თავისი უფლებამოსილება, რომელიც მაკონტროლებელია აღმასრულებელი ხელისუფლების. აღმასრულებელი ხელისუფლების, რომელსაც არ გააჩნია ის ბერკეტები, რომლებიც ჩვენ წლების განმავლობაში გქონდა, რომ ყველაფერი კარგად იყო, ყველაფერი კარგად კეთდებოდა და მაღალი ფარდოვანი სიტყვებით ვისმენდით, რომ მთელ მსოფლიოში საუკეთესოები ვიყავით თითქმის ყველა დარგში. მაგრამ არის რეალობა, რომელიც ფიქრობ, რომ როდესაც არის კითხვები, როდესაც არის პრობლემა, ჩვენი დარგობრივი კომიტეტი, რომელსაც სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტი ჰქვია, ის გამოწვევები, რომელიც საქართველოში არის, ის გლობალური ახალი სიახლეები, რომელიც მთელი მსოფლიო გვთავაზობს, ამ შენიშვნებთან დაკავშირებით ჩვენ მქონდა უამრავი კითხვები, კომიტეტის 11 დეპუტატს მქონდა ძალიან მკვეთრი, ძალიან მნიშვნელოვანი საფუძვლიანი შენიშვნები ყოფილი ministris მიმართ, რომელიც არ იქნა გათვალისწინებული და ამ არ გათვალისწინების შედეგად მივიღეთ ის, რომ როდესაც ადამიანი თავის თავზე არ იღებს შენიშვნებს და მთლიანად იღებს პასუხისგებლობას თავის თავზე, ამ პასუხისგებლობიდან გამომდინარე, იმ დასკვნებიდან გამომდინარე და პრემიერ-მინისტრის გაანალიზა ეს თითოეული შენიშვნა და ერთობლივად იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ბატონ ლევანი გადამდგარიყო თავის თანამდებობიდან. ახლა რაც შეეხება ახალ კანდიდატს, მინისტრობის კანდიდატს, დარჩა მეტად სერიოზული, მე არ ვიტყოდი ეს, რომ ეს არის ფორმალური დამტკიცება, ეს არის ძალიან სერიოზული განხილვა თითოეული დარგობრივი კომიტეტების, რომლებიც განიხილავენ თავის კანდიდატს და ასევე ჩვენც. ჩვენ მქონდა პირველი დღიდან კონსულტაციები ბატონ ტარიელთან, ქუთაისიდან, შემდეგ როგორც კი მოგვეცა საშუალება, ჩვენ უკვე გუშინ შევხვდით მას გაცნობითი სახის შეხვედრა იყო. შტაბ-ჭდილება ერთი არის, რომ მე წლების განმავლობაში პირადად როგორც ერთ-ერთი კომიტეტის წევრი წლებია ვიცნობ ბატონ ტარიელს, არის კარგი მენეჯერი, წარმატებული ადამიანი ბიზნესის სფეროში და ბიზნეს სფეროში თუ კარგი მენეჯერი ხარ, მაგ შემთხვევაში არის წარმატებები. იცით თქვენ, რომ რამოდენიმე სოფლიოში ცნობილი ბრენდების წარმომადგენელიც არის, მას უზარმაზარი რესურსი თავის ბიზნესიდან აქვს დახარჯული სპორტის სხვადასხვა სახეობებში, კონკრეტულად ფეხბურთის აღორძინებაში, ბავშვთა ფეხბურთის აღორძინებაში მას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის. ერთ-ერთი კლუბი, საბურთალოს კლუბი
უმაღლეს ლიგაში გადადის, ძალიან ახალგაზრდული კლუბი. Ფიქრობ, რომ ეს ის ადამიანია, რომელიც ქვეყნისთვის ქმნის დოვლათს და მე ასეთი ადამიანების მიმართ მაქვს ზომაზე მეტი ნდობა. კიდევ გეტყვით, რომ არის ძალიან ღვთისმიერი ადამიანი, კომუნიკაცია, რომელიც მას აქვს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც მე ფიქრობ, აქვს კონტაქტი, ძლიერი კომუნიკაცია და არა უბრალოდ ფორმალური და სურვილი იმისა, რომ ერთობლივად, როგორც პარლამენტის სპორტის კომიტეტთან, ასევე სამინისტროსა და ფედერაციებისა და უშუალოდ ყველა სპორტის მუშაკთან აქვს სურვილი, რომ კონდეს ის კომუნიკაცია, რომელიც ერთობლივად ბევრ პროექტებს და ბევრ სიახლეებს წარმოგვიდგენს. ასე რომ გუშინ ბატონი ლერი ხაბელოვის ხელმძღვანელობით კომიტეტმა გაცნობითი შეხვედრა ლამის 3 საათი მიმდინარეობდა. ამომწურავი კითხვები ბატონ ტარიელმა გასცა. ბევრი ის დასმული კითხვები, რომელიც საზოგადოებიდანაც წამოვიდა და ვფიქრობ, რომ ძალიან დადებითი შთაბეჭდილება ტოვებს. მე გუშინვე გავაკეთე განცხადება, რომ ეს ურთიერთობა საწინდარია საერთო წარმატების. და როგორ ფიქრობთ, უნდა მოხდეს თუ არა სამინისტროში საკადროო სიტუაციაში და იგივე საუბარია მოადგილეობის შეცვლასთან დაკავშირებით? ჩვენ მქონდა შენიშვნები, თქვენ იცით, რომ ერთ-ერთი პუნქტი იმისა, რომ სპეციალისტები, სპორტის სპეციალისტები უშუალოდ უფრო მეტნი უნდა იყვნენ, ვიდრე დღეს არის. რა თქმა უნდა, ჩვენ რჩევის სახით იცით, რომ საპარლამენტო სპორტის კომიტეტში მუშაობს მთელი აპარატი, რომელიც აძლევს რეკომენდაციებს და ჩვენ მზადა ვართ იმისათვის, რომ სპორტის სამინისტრო გაუმჯობესდეს ამ მხრივ. გვაქვს, რა თქმა უნდა, რჩევები, მაგრამ პირველ რიგში ეს უნდა მოხდეს კონსულტაციებით და თვითონ ministrმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ერთი რამ არის, რომ არამც და არამც არ იქნება კომიტეტიდან ის მითითებები, რომელსაც არ დაუშვებთ არც ჩვენთაგანი და არც აგვაქვს ამისი, ასე ვთქვათ, სურვილი. ჩვენ ადამიანის, რომელსაც წარმატებული მენეჯერია და წარმატებული ხელმძღვანელია, გააჩნია ის ხედვები, ჩვენ მივიღეთ მისგან ინფორმაცია, გააჩნია ის ხედვები, რომ პრინციპულად ის ეთანხმება იმას, რომ ყველგან ოპტიმალურ, ასე ვთქვათ, ოპტიმალურ დროში მოახერხოს მთლიანად ახალი შემადგენლობის, მთლიანად განახლება იმ სპეციალისტებით, რომელსაც სპორტის სპეციალისტები ქვია. თუ არ არის მისი გაუმჯობესება. რაც შეეხება ახლა სპორტის სამინისტროში, იცით თქვენ, რომ მუშაობენ იურისტები, ფინანსისტები და სპეციფიკური მათ ეს არ ეხება, ისინი ჩვეულებრივად გააგრძელებენ, მათად გამოცდილება, მაგრამ რასაც სპორტის სპეციალისტები ქვია, რომელიც სპორტულ საკითხებზე, კონკრეტულ თემებზე მუშაობენ, რა თქმა უნდა, ეს გასაზრდელია და კონკურსის, ასე ვთქვათ, მეშვეობით, შერჩევის მეშვეობით მოხდება იმ კადრების შერჩევა, რომელიც ახალ სიახლეს შეიტანს სპორტის სამინისტროში. ჩვენ მზადა ვართ ამ კონსულტაციებისთვის, ამ რჩევებისთვის და ერთობლივად, რომ ჩვენ გვინდა, რომ ისეთი სამინისტროები, როგორიც შემოაქვთ დღეს საქართველოში სიახლეები და წარმატებულები არიან, ერთ-ერთი გვინდა, რომ სპორტის სამინისტროზე იყოს წარმატებული, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ახლა, რომ ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა საქართველოს რომ წარმოვაჩინოთ, სპორტი ჩვენი არის ის სფერო, რომელსაც პოლიტიკას განსაზღვრავს მთელ დანარჩენ მსოფლიოში და წარმოაჩენს ჩვენს ქვეყანას. სპორტი არის ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი პოლიტიკა და ვფიქრობ, რომ ის პრიორიტეტები, რომლებიც სახელმწიფოდან არის და ის პოლიტიკური ნება, რომ ძალიან მნიშვნელოვან შეუწყოს ხელი სახელმწიფომ სპორტის განვითარებას, ჩვენც ასე ვთქვათ, მზად უნდა შევხვდეთ ბევრი იმ გამოწვევებით, იმ ინიციატივებით, ბევრი რამე სიახლეების ინიცირებით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანს გახდის სპორტს. ასე რომ ამ მხრივ ძალიან კარგი კომუნიკაციის დასაწყისი, ვითხოვდი, შედგა და ვფიქრობ, რომ უფრო
წარმატებული ურთიერთობა იქნება. პირველ რიგში იცით რა, მე ყველა ტელევიზიას და ყველა ჟურნალისტს უდიდეს პატივს ვცემ. და მივიღებ კრიტიკას მაშინ, როდესაც დაინახავს მეორე მხარე იმასაც, რაც კეთდება. რა თქმა უნდა, არის ძალიან ბევრი პრობლემები, ბევრი გამოწვევები, ეს არის შიდა და თუ გარე ფაქტორები, მაგრამ ერთი რაც არის, რა თქმა უნდა, ჯანდაცვა, მე გუშინ უყურებდი ამ გადაცემას. ჯანდაცვის სფერო ერთ-ერთი ის არის, რომელიც არის ყველაზე წარმატებული. მე კიდევ ერთხელ ბევრჯერ აღმინიშნია, მე გერმანიაში 12 წელი ვცხოვრობდი და ამ კუთხით და საერთოდ ბევრი კუთხით გერმანია არის ძალიან განვითარებული ქვეყანა და მე ვიტყოდი ერთ-ერთი წარმატებული მთელ მსოფლიოში, მაგრამ იქაც არის პრობლემები. იქაც არის და ჩვენ წარმოვიდგენთ იმას, რომ ახლა რომელიღაცა ქვეყანა, რომელსაც იდეალურად აქვს ყველაფერი, იქ არ არის პრობლემები. რა თქმა უნდა, მაგრამ ის რომ ჯანდაცვის სფერო დღეს საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული სფეროა და რა თქმა უნდა, გარკვეულწილად რაღაც პრობლემები იქნება, იმიტომ რომ ეს დასაწყისია და ამ დასაწყისიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ საზოგადოებას კარგიც უნდა ვანახოთ და მაგრამ რაც არის ყველაზე მეტად გასაკრიტიკებელი, არც ჩვენ ვაკლებთ მართალი გითხრათ, მართველი გუნდის წარმომადგენლები, არც იმას უყურებთ ჩვენ, რომ ის ჩვენი პარტიისა და გუნდის წევრია და თუ რამე შენიშვნა მისაცემი, ამას არ ვაძლევ. მე მგონია, რომ ამის პრეცედენტი ჩვენ შევქმნით და არც მაგას მოვერიდები, თუ ვინმე გადაცნობა იქნება და ან ვერ შეასრულებს, ან რაღაც მე ვიტყოდი იმ გამოწვევებს ვერ მიიღებს ესა თუ ის მინისტრი იქნება თუ სხვადასხვა შტო ეს იქნება გუბერნიაში თუ ეს იქნება გამგებელი თუ მუნიციპალიტეტები და საკრებულოს თანამშრომლები ჩვენ ამაზე კრიტიკას არ განვახორციელებთ. დამთავრდა მე მგონია ის დრო, რომ როდესაც ერთი პარტიის წარმომადგენლები როდესაც იყვნენ და ყველაფერზე ერთხმად ამბობდნენ, რომც დაქცეული იყო ქვეყანა, მაინც ამბობდნენ, რომ ყველაფერი კარგად არის და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ის მიზანმიმართული, ასე ვთქვათ, კომპანია, რასაც ქვია, რომ თუნდაც წარმატებული სფერო, რასაც ჯანდაცვა ქვია, იქაც გავაკრიტიკოთ ხელისუფლება, რომ მაქსიმალურად დისკრედიტაცია მოხდეს თლიანად ხელისუფლების. მე ვფიქრობ, რომ ჩემი სუბიექტური აზრია, რომ არ არის მართალი, იმიტომ რომ თუ ადამიანმა გინდა შენიშვნა მიიღოს, ეს ადამიანი იქნება თუ ორგანიზაცია თუ ხელისუფლება, კარგიც უნდა აღნიშნო და ამის შემდეგ გააკრიტიკო ის, რაც მართლაც გასაკრიტიკებელია. აი ეს ჩემი მოსაზრება. როდესაც მე კიდევ აღნიშნავ, ჯანდაცვა არის ერთ-ერთი წარმატებული პროექტი, რომელიც მე ვფიქრობ, რომ რა თქმა უნდა უფრო ოპტიმიზაცია კიდევ და კიდევ უნდა, ასე ვთქვათ, ბევრი რამ უნდა გაკეთდეს, მაგრამ არის სხვა სფეროები, რომელსაც მე ვფიქრობ, რომ უფრო მისაღები იქნება კრიტიკა. მაგრამ კიდევ ხას უსვამ, რომ ისე წარმატებულ ქვეყნებში, ევროპის ქვეყნებში, როგორც გერმანია, იდეალურად არის ყველაფერი, მაგრამ თუ გვინდა პრობლემის მოძებნა, იქაც უამრავ პრობლემას ნახავთ. მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი ქვეყანა ბევრი მაგალითები აქვს დანარჩენ მსოფლიოში, მაგრამ იზრდება ისე, როგორც ცოცხალი ორგანიზმი. ამიტომ ერთბაშად ყველაფრის მოთხოვნა, თავარია ამის სურვილი იყოს და მიზნობრიობა იყოს სწორი გზით მიმართული და ამ სწორი გზით მივდივართ. რა თქმა უნდა, კრიტიკა მისაღებია და მე არ ვიტყოდი, რომ რატომ ხდება ეს, მაგრამ